სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ მალე დავამთავრეთ მე-40 ნაწილს, რომელიც ჩაწერილი იქნა 1990 წლის 13 მაისს და იმედია დღესვე გადავალთ 51 ნაწილზე. შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესო, ამაზე არაერთხელ გვიპასუხია და უპასუხია ბატონ ჯონს და ეს ეხება დიდარი და ლაზარეს ადგილ სამყოფელს. სად იყვნენ ისინი? რა მდგომარეობა იყო ეს? იცით მართლმადიდებლობაში თუ რა გაგებაა, როცა ადამიანი გარდაიცვალება. და რაღაც ადამიანური მითი დამატებულია ისეთი რამე, რასაც ბიბლია არ ადასტურებს. ასევე კათოლიციზმში პირდაპირ ნათლად განსაწმენდელი პურგატორის რომ ეძახიან, ამაზე ნახატებიც არის მიძღვნილი, იცით ნაწარმოებიც არის. დანტემ მიუძღვნა და ძალიან ბევრ კათოლიკურ ესე თქვათ ქვეყნებში ეს გაგება არსებობს. და ნახეთ როგორ მახინჯდება მერე ყველაფერი უკვე აქ მიწიერ ცხოვრებაშიც, როცა ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი შენ გწამს და გჯერა რომ როდესაც რაღაცა შენ მაგალითად აქ ჩაიდენ ხომ და მაგალითად ქრისტე ვერ მიიღე ისე არ იყავი ქრისტიანული ცხოვრებით, იქ კიდე შანსი გეძლევა. აი ამ რწმენით გარდაიცვლება ბევრი, ესე მარხავენ ბევრ ახლობლები და მერე უნდა ილოცო მათზე, იცით ხომ? აი მოისმინეთ, აიკითხეთ მართლმადიდებლური დოქტრინა რას ამობს ამას, რაღაცა ძლივს მდგომარეობა თუ რაც არის ეს უგონო მდგომარეობა, უსულო მდგომარეობა, რომ შენ შეგიძლია ზემოქმედება გააკეთო აქედან, მიწიდან შენ ნათესავებმა, თუ რა თქმა უნდა სასიკვდილო ცოდვებში არ ქონდა მას ამაზეა ლაპარაკი. და რომ შენ შეგიძლია შეცვალო მისი ადგილსამყოფელი და ბედი. და მსგავსი არის კათოლიციზმში და ამაზე ინდულგენციებს იღებდნენ, ამაზე ახლობლებისგან იცის შესაწირავებს იღებდნენ და ერთ-ერთი მიზეზი რეფორმაციისა, ქრისტიანული, პროტესტანტული რეფორმაციისა ზუსტად ეს იყო მარტინ ლუთერმა რომ ხმა იმაღლა ამ უმსგავსობაზე. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მე არასდროს არ დავიღლები ამას საუბრით და რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის გავიმეორებთ ამას, როცა კი ვინმე დასვავს ამ კითხვას. აი მოდით მოусმინოთ რას ამბობს დავიდი. სალამი ჯონ, მოგესალმებით, მე დავითი მქვია და ჩემი შეკითხვა მოდის ლუკას სახარების მე-16 თავიდან, სადაც ლაზარე და ღარიბი კაცი და მე უნდა თქვა სპეციალურად დავტოვე ეს მდიდარი ლაფსუსი გაეპარა, რა თქმა უნდა, ნერვიულობენ ადამიანები, მეც მომდის ეგეთი რაღაცა. თუმცა ლაზარე თვითონ იყო ღარიბი, ხო? და მდიდარი იყო მეორე. ერთად არიან აღწერილი აბრაამის წიაღში. დიახ, მართალია, ჯონ მაკარტური პასუხობს. და ერთი ტანჯვაში, ერთი ნეტარებაშია. ჩემი კითხვა არის ესეთი. ლაზარე და ძველი აღთქმის მორწმუნეები სრული გაგებით 64-ში იყვნენ, თუ ქრისტეს სიკვდილამდე ისინი უნდა დალოდებოდნენ მათ გარკვეულად შესაკრებად. ამას იმიტომ ვაუბრობ, რომ თქვენ ჩანაწერში რაღაცა მოვისმინე. რაღაცა მსგავსი, რისით თქვენ გჯერათ, ერთგვარი შემნახველი აუზი, ლიmbus patrum. არ ვიცი, თუ ეს სწორი იყო. და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, ეს მართალია, რომ მე არ მჯერა გარკვეულად შემნახული აუზის, ანუ limbusis, რაღაცა შუა ადგილის, განსაწმენდელის მსგავსის ან რაღაცა მისი საგვარი. მე მჯერა, რომ ისინი ღვთისთანდასწრებით იყვნენ, მაგრამ ისინი არ იყვნენ სრულ საბოლოო ახალცასა და აღალ დედამიწაზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის შექმნილი. ასე არ არის? და ეს უნდა იყოს მომავალში. როდესაც იესო დედამიწაზე მოვიდა, მან თქვა, მე მივდივარ, რათა ადგილი მოგიმზადოთო. ასე რომ საბოლოოდ მომზადებული ადგილი ჯერ არ იყო კიდევ მომზადებული. მაგრამ მე მჯერა, რომ აბრაამის წიაღში ყოფნა ნეტარების ადგილზე, კურთხევის ადგილზე, ღვთის თანდასწრების ადგილზე ყოფნას ნიშნავდა ლაზარესათვის. და მე მჯერა, რომ ასევე მდიდარის ტანჯვას აჟელის ადგილზე ყოფა, რომ იყო არა საბოლოო ჯოჯოხეთი, მაგრამ ტანჯვა. რადგან გამოცხადების წიგნის თანახმად, საბოლოო ჯოჯოხეთი ცეცხლის ტბა, საბოლოო სამჯარო ელის, როდესაც ყველანი ისინი სხეულებს მიიღებენ და ისინი განისჯებიან და ჯოჯოხეთში საბოლოო ადგილზე ჩავარდებიან, მოხვდებიან, სადაც სატანა და ანტიქრისტე და წინასწარმეტყველი, ცხრუ წინასწარმეტყველი ხეცი იქ იქნებიან. ასე რომ საბოლოო სამჯარო შემდეგ არის საბოლოო ჯოჯოხეთი და საბოლოო ახალი ცა და ახალი დედამიწა. მანამდე ურწმუნოები ტანჯვაში არიან, მორწმუნეები კი კურთხეულ ადგილზე, სადაც ღვთისთან დასწრება. მაგრამ ამის საბოლოო ფორმა მერე იქნება, დასრულდება.
და მე დამატების თვალსაზრისით ვიტყვი, რომ ზუსტად ეს ურევს ესე იგი twins იმ ადამიანურ თეოლოგებს, რომლებიც ადამიანური განცდებით უნდათ რომ შვება მოიპოვონ და ამას აწერენ, გესმით, რომ შეიძლება თითქოს და სანამდე ისინი საბოლოო ჯოჯოხეთში მოხვდებიან, მათი ბედი შეიცვალოს. აი, სად არის შეცდომა, როცა ბიბლია გვეუბნება, რომ არა, დიდარს უკვე ვერაფერი ვეღარ ეშველება და ამას ადასტურებს ზუსტად ლუკას სახარება, ხო? რომ ვერანაირად უკვე ვეღარ გადავლენ, გახსოვთ? ვეღარანაირად ვეღარ გადავლენ და ამას მე წავიკითხავ საბოლოოდ მაგანაწილს. და ეს უბრალოდ ჯონ მაკარტური აგრძელებს თმის გაყოფას გავს გარკვეული გაგებით, მაგრამ მე სწორედ აქა ვარ. და ზოგჯერ ვერ ვიქნები კონკრეტული ამის შესახებ, რადგან მე არ მახსოვს ზუსტად კიდევ რეები ვისაუბრე ჩემ აუდიო შეტყობინებაში ყველა დეტალი. ასე რომ თუ გსურთ იცოდეთ მე სიმჯერა სინამდვილე შეგიძლიათ დაბრუნდეთ და იპოვოთ რამდენიმე აუდიო ფირი ამ თემაზე და მე უფრო დეტალურად მიიღებთ ამ ახსნას. მაგრამ მე არ მჯერა, ვიმეორებ, მე არ მჯერა, მაგალითად რომ ეფესელთა მიმართ წერლის მეოთხე თავში რაც არის აღწერილი, ხო, სადაც იესო შევიდა იმ სათავსოში, სადაც ყველა ეს ადამიანი გაურკვევლობაში იმყოფებოდა და მერე წაიყვანა კარგ ადგილზე. ნახეთ, მერვე მუხლიდან წავიკითხავ მე. ამიტომ ამბობს, ავიდა მაღლობზე და ატყვევა ტყვეობა და საჩუქრები უბოძა ადამიანებს. ავიდა კი რა არის თუ არა ის, რომ იგი დედამიწის ყველაზე ღრმა მხარეებში ჩავიდა, ჩასული კი იგივეა, რაც ასული ყველა ცაზე მაღლა, რათა აღავსოს ყოველივე. ასე რომ მე მჯერა, რომ ისინი ღვთისდასწრადები კარგ ადგილზე უკვე იყვნენ. წმინდანები, ძველი აღთქმის წმინდანები და რა თქმა უნდა ლაზარეც მათ შორის. და საბოლოო ახალ სასად აღალ დედამიწაზე სამარადიულ კურთხევის ადგილას, რომელსაც ჯერ კიდევ ექნება საბოლოო სახე, ჯერ ჩვენ არ მივსულართ მაქამდე. გასაგებია, დიახ, მადლობ ჯონ, გასაგებია. ეს ერთი დამატების თვალსაზრისით მე მინდა დავამატო კიდევ აქ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ახლა თვითონ აუდიო ისიც არ ახსოვდა, მაგრამ მე მახსოვს, რომ ჯონ მაკარტურს და არამედ ჯონს ბიბლია გვიდასტურებს, რომ ასევე ელით ყველა წმინდანებს, ღმერთში გარდაცვლილებს, ქრისტეში გარდაცვლილებს, რომ აღდგებიან ისინი 1000 წლოვანი და დაბრუნდებიან ქრისტესთან ერთად 1000 წლოვანი მიწიერი სამეფოსთან სამართავად. ესეც გველის საბოლოო ახალ სასა და ახალ მიწამდე, სანამ დედამიწა აორთქლება, რასაც პეტრეს წერილი ამბობს, ეს გველის კიდევ ჩვენ წინ. და რაც შეეხება ლუკას სახარებაში, ამ ადგილს აგერ კიდე მოგაწვით მაგ დეტალებს მე, რომელიც ვერ მათქვენგან ალბათ უიცის და აი აქ არის ესეთი ადგილი, ხომ? აგერ არის ორინცოლს გავუშვი. მე-19 მუხლიდან იწყება ეს მე-16 თავში. ასევე იყო ერთი ღატაკი, ნახეთ ყველაფერზე, ესე იგი ძალიან ღარიბი კი არა, ღატაკი. სახელად ლაზარე, რომელიც მის ტიშკართან არ დავიწყო თავიდან ბოდიშით. მე-19 იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულსა და ბისონს იცვავდა და ყოველდღე დიდებულად ნადიმობდა. ასევე იყო ერთი ღატაკი, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა, წყლულებით დაფარული. ენატრებოდა მდიდარ სუფრიდან გადმოცვენილი ნემცეცებით გაძღომა, ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოყავდნენ. მოკვდა გლახაკი და ანგელოზემა აბრაამის წიაღში მიიყვანეს. დიდარიც მოკვდა და დამარხეს. და ჯოჯოხეთში ტანჯვა წამებაში მყოფმა, ნახეთ, ჯოჯოხეთი უბრალოდ გამოყენებულია სიტყვისათვის, მაგრამ ტანჯვა წამება აშკარა არის. საბოლოო არ არის, თორე ჯოჯოხეთი არის, ოღონდ საბოლოო არ არის. ტანჯვა წამებაში ყოფა აღაპყრო თვალები და დაინახა შორიდან აბრაამი და ლაზარეც მის წიაღში. შეძახა, მამაო აბრაამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ თითის წვერი დაისოლოს წყალში და ენა გამიგრილოს, რადგან ვიტანჯები ამ ალში. უთხრა აბრაამა, შვილო, გაიხსენე, რომ უკვე მიიღეს შენ სიცოცხლეში სიკეთენი, ლაზარემ კი სიავენი. ამიტომ ახლა ის აქ ნუგეშისცემულია, შენ კი იტანჯები. გარდა ამისა, ჩვენსა და თქვენ შორის დიდი უფსკრულია. ნახეთ, ისე რომ გადმოსვლის სურვილები ვერც აქედან მანდედ გადმოვლენ თქვენსკენ და ვერც მანდედან აქეთ ჩვენსკენ. ნახეთ, ნათელია, თუ უბრალოდ არ უნდათ მათ ბიბლიის პირდაპირ მიღება და დაჯერება, ხო? რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ხლა ეკლესიას რო ააშენებს, ქურდი რო ეკლესიას ააშენებს და იზღუდელი ამას ეტყვის ახლა ამ იმას, რომელიც აგრძელებს ქურდობაში ცხოვრებას. და ესე იყო კათოლიკურ ეკლესიაშიც, მაფიოზები, და ესეა დღესაც ხო სამხრეთ ამერიკაში ყველგან. და ესეა პროტესტანტებში ძალიან ბევრი, როდესაც ცდილობენ რომ თავისანთი ფულები და შეწირულობებით, გოლფის თამაში და პასტორებთან ურთიერთობით დაიმკვიდრონ სათავსასუფეველი, ხო? ასე რომ
27-ში გრძელდება. უთხრა, რა კი ასეა, ნახეთ, უკვე იმან მიიღო ეს ბედი დიდარმა, რომ აქედან ვეღარ გამოვა და მაინც უნდა ეხლა დაეხმაროს თავის ძმებს. რა კი ასეა, გევედრევი მამაო, მამაჩემის სახლში მაინც მიავლინე იგი, რადგან 5 ძმა მყავს. მივიდეს და გააფრთხილოს, რომ ისინიც არ მოხვდნენ ამ სატანჯველში. აი ესეც ახლა უკვე იქიდან რომ ვერ დაგოხმარება მკვდრები, რასაც კიდევ გვასწავლის ხო ეს, თითქოს და წმინდანები ჩვენზე ლოცულობენ, გესმით იქიდან და ვიღაცას შეუძლია იქიდან ზემოქმედება ჩვენზე გააკეთოს, ესეც არანაირად სწორი დოქტრინა არ არის. მაგრამ უთხრა მას ა ブラ ამმა, მათ ყავთ მოსე და წინასწარმეტყველი, მათ უსმინონ. მან კი თქვა, არა, მამაო ა ブラ ამ, თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, მოინანიებენ. და უთხრა მას ა ブラ ამმა, თუ კი მოსეს და წინასწარმეტყველთ არ დაუგდეს ყური, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, იმასაც არ ერწმუნებიან. აი, ნახეთ, როგორ გარკვეულა და ნათლად არის, ამაზე უკვე მითითება, რომ სადაო აქ არაფერი არ არის. ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა, მადლობა, გადავალთ ახლა შემდეგ კითხვას.